მოგესალმებით, ლუკა, მოგესალმებით. ჩვენ რისი თქმა გვინდა დღეს? ჩვენ იმდენად ბევრი ავტომობილები შემოგვივიდა გუშინ, ელექტრომობილები, რომ დღეს უნდა გავაგებიოთ მთელ საქართველოს, თუ რატომ უნდა შეიძინოს ავტომობილი მათე მოტორში. მათე მოტორსი არის დიდი კომპანია, 30 წლის გამოცდილებით, გვაქვს სერვიზები თითქმის ყველა რეგიონში, ამიტომ უნდა შეიძინოს ავტომობილი. ხო მაგარი კომპანია მათე მოტორსი? რომ არ ყოფილიყო მაგარი კომპანია, აქ ხო არ გეწერებოდა გებე? ხო მაგარია? წავედით. მოდი, ეს ავტომობილები არის ახალი ჩამოყვანილი და ეს BYD Song Plus-ი, რომელიც არის 25 წლის უკვე გავაცნოთ მთელ მოსახლეობას და რატომ უნდა შეიძინოს ჩვენთან. ბიჭებო, მოგესალმებით. ეს ბიჭები არიან ჩვენი ელექტრომობილების გაყიდვის ხელმძღვანელები რეგიონებშიც და თბილისშიც და დაბრძანდით. მოდი, დავიწყოთ განხილვა. დათო, შენ რომ მოგწონდა მათე მოტორსი, იმიტომ მოხვედი სამუშაოდ. დიახ. პატარა ბიჭი მოხვედი და უკვე გაიზარდე და უკვე ხელმძღვანელობ გაყიდვებს, ხო? და ხარ ამით კმაყოფილი. ძალიან კმაყოფილი ვარ. ავტომობილები ყოველთვის მიყვარდა და აქ ისეთი გარემოა შექმნილი, რომ ძალიან სასიამოვნოა. მათე, კმაყოფილი ხარ? დიახ. ხო გაიარე ყველა პრაქტიკა. ქუთაისში უნდა ცეცხლი დაამთო. რა თქმა უნდა. თელ იმერეთში მანქანა აქედან არ უნდა გაიყიდოს. კი ბატონო, ეგრეც იქნება. გაიხარე. ჩვენ ვიცით რომ ყველაფერს გააკეთებ რომ აჭარას მიხედო. ერთი სიტყვით მოდი დღეს განვიხილოთ ჩვენ ელექტრომობილები. რა ავტომობილები არის აქ? აქ არის ელექტრომობილები, რომლებიც უნდა შეიძინონ მათე მოტორში და რატომ უნდა შეიძინონ შენთან და რატომ არ უნდა შეიძინონ სადღაც ბაზრობაზე, ქუჩის სადღაც ბოლოში და მე რო ტირიან შენთან ეს ახსენი ერთი როგორ არის? აი მოსახლეობას აუხსნათ, ვინაიდან ამ ავტომობილს შეიძლება რაღაცა პატარა ერთი დეტალი კონდეს, რაღაცა ძვირიანი და ამიტომ ცოტა უფრო მეტი ღირდეს და მეორე ავტომობილს შეიძლება უფრო ნაკლები ღირდეს. ამიტომ ეს თვითონ მომხმარებელმა უნდა დააზუსტოს ყველაფერი, ხო? აბა გისმენთ? კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. ჩვენთან წარმოდგენილია 2025 წლის სრულიად ახალი BYD Song Plus-ები. მომხმარებლებს მინდა უთხრა, რომ ეს ავტომობილები არის ძალიან ბევრი სხვადასხვა კომპლექტაცია. განსხვავებები არის კილომეტრაჟში, არის განსხვავებები უშუალოდ კომფორტის კუთხით და არის განსხვავებები, რა თქმა უნდა, ფასში. მათე მოტორში ჩამოდის მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმალური კომპლექტაცია ამ ავტომობილების. და რაც ყველაზე მთავარია, რატომ უნდა იყიდო ავტომობილი მათე მოტორში. გვაქვს ძალიან დიდი სერვისი და სრული მომსახურება ჩვენს მომხმარებლებთან. მინდა გითხრათ, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ისეთი, უშუალოდ ჩემი გამოცდილებითაც ძალიან ბევრ ასეთ სიტუაციას წავაწყდი, რომ სხვაგან შეძენილი ავტომობილები კეთდება მათე მოტორში. სერვისი, უშუალოდ სერვისი არის მათე მოტორში. თუ რა თქმა უნდა შესაძლებელი არის სხვაგან შეიძინო ავტომობილი და გადაიხადო $1000 იაფი, მაგრამ მანქანა გაგიფუჭდება და არ იცი საწაიყვანო. მაგრამ შენთან დღეს ყველაზე იაფია მაინც. დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე მაგარი ფასი 2025 წლის მოდელებზე და უშუალოდ მათე მოტორსი არემონტებს ამ მანქანებს, რაც ყველაზე მთავარია. რამდენ წლიანი გარანტია აქვს? გარანტია ყველა ელექტრომობილზე გვაქვს 3 წელი ან 100,000 კილომეტრი. ეს არის ძალიან კარგი შედეგი ჩვენი კომპანიისთვის. მოდი განვიხილოთ მთავარი რამ. უყურე. ეს რა არის? აქ არ წარმოდგენილია დამტენები. ამ ავტომობილს მოყვება 3 დამტენი. იტენება სწრაფი დატენვით 40 წუთში, ასევე მოყვება სახლში შტეფცელში შესაერთებელი. აი ეს ახსნა წესიერად. ლუკა, ამას მოკიდე ხელი. ეს გაჭიმე. მიდი. უყურეთ, ეს ესე უნდა ახსნა მე. უყურეთ, როგორ არის. აი დამტენი. ნებისმიერ ავტომობილს ტენის. სახლში მიხვალ, ჩვეულებრივ დენზე შეერთებ. აქ არის გიო, აჩვენე მოსახლეობას. ეს არის უშუალოდ მათე მოტორსის ჩვენი შეკვეთით არის დამზადებული 10 მეტრიანი კაბელია, გინდა რესტორანში, გინდა დაჩაზე, სადაც გინდა იქ შეგიძლია დატენო. მოდი ლუკა დაახვიეთ და აქ დადევით.
გიო, მიდი რა უცებ, ისა გიო, დათო, მიდი აბა, უცებ ერთი ავტომობილი გამოიყვანე. აი ეს ავტომობილები არის გუშინ შემოსული და ყავს დაახლოებით 70 ავტომობილი BYD მარტო ეს ერთი სახეობა. ყველაზე უფრო დღეს ამ ერთმა სახეობამ გამართლა ლუკა და შენ როცა დიდი ბიჭი იქნები და დათოს ტოლი იქნები, შენ იქნები ჩვენი ავტო ქარხნის, რომელიც საქართველოში იქნება მისი გენერალური დირექტორი. ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთო, კომპიუტერი, ინგლისური პროგრამები და მაგრად უნდა დაიხვეწო, მაგრად უნდა ისწავლო, რომ გაგიშვათ მერე ქარხანაში და იმუშაო. მოდი, დათო, აგვიხსენი ახლა ეს რა არის? ეს არის BYD უმაღლესი კომპლექტაცია BYD Song Plus-ი, რომელიც არის სრულად ელექტრო და იტენება 610 კილომეტრზე. BYD გამორჩეულია იმითი სხვა ელექტრომობილებისგან, რომ აქვს საუკეთესო ელემენტი. 600 კილომეტრი რეალური გამავლობა, შეგიძლია რეალურად გაიაროთ ის 600 კილომეტრი, რაც ავტომობილს აქვს რესურსი. სხვა ელექტრომობილებისგან განსხვავებით, იმიტომ რომ საქართველოს პირობებში ელექტრომობილებს კილომეტრაჟი აკლდება. როგორც იცით, აწერია 500, გადის რეალურად 300, აწერია 400, გადის 200. დათო, ეს არის BYD-ები არის ნომერ პირველი ავტომობილი, ხო? უყურეთ როგორ არის. აი ეს არის ევროპული მანქანა. ამის ლიცენზია არის ევროპაში აღებული. უზარმაზარი ქარხანა არის ჩინეთში და ამის დიზაინერი ვინ არის? მსოფლიოში ნომერ პირველი დიზაინერი ვინც არის? ყველა წავიდა ჩინეთში. ფული ჩინეთშია და რა უნდა ახლა გერმანიაში, ხო? აქედან გამომდინარე მითხარით ავტომობილი, რომლის 70% არის წარმოება ჩინეთში. ხო, აი ნახეთ Toyota-ს 15 სახეობის ავტომობილი უკვე იწარმოება ჩინეთში. უყურეთ. აქ სად იწარმოება იმას არა აქვს მნიშვნელობა. როგორი ხარისხით იწარმოება ამას აქვს მნიშვნელობა. უყურეთ როგორ არის. აი ამ ხარისხის ავტომობილი, ესეთი დახვეწილი. ეს ავტომობილი რა ღირს დღეს? მათე, ეს ავტომობილი დღეს გერმანიაში რო გამაყიდიონ და წამაყვანიონ და უფლება რომ მე პირადად მქონდეს 100-120,000 ევრო ღირს. შეხედეთ, აი ყველაფერი აქვს საუკეთესო. ამ ავტომობილს ისეთ რამეს ვერ მოუძებნი, რომ აი ეს რატომ არის. დიახ. და არის ფასი, არის ხელმისაწვდომი. აი წარმოიდგინეთ, იმდენად დახვეწილი ავტომობილია, იმდენად კარგი ავტომობილია, ამაზე უკვე გადმოждდა ნახევარი მსოფლიო და მე მინდა საქართველოს მოსახლეობას უთხრა, რომ დამერწმუნეთ. თუ რამე სპეციალურად არ შეიქმნება პრობლემა, ჩვენ 40-50% ავტომობილს ისა გადაჭდებიან ელექტროავტომობილზე მთელი საქართველოს მოსახლეობა. რატომ? ეკოლოგიურად არის სუფთა. მოიწიე გიო. მოდი ერთი ეს ვაჩვენოთ მოსახლეობას ახალ მოდელებს როგორ აქვს. მოდით. შეხედეთ. უყურე, მოდი. მათე, მომისმინეთ ბიჭებო. პური ბაბუაშენ მაიცოდა. ბაბუაშენის ნათქვამია. პური უნდა გამოასხოს მეპურემ. ავტომობილიც იმ ადამიანმა უნდა გაყიდოს, ვინც ავტომობილი იცის. ამიტომ ვინც იცის, ავტომობილი ის შეცდომას არ დაუშვებს და მოსახლეობაზე ცუდ ავტომობილს არ გაყიდეს. ამიტომ უნდა შეიყვარო რა? ფული კი არ უნდა შეიყვარო. უნდა შეიყვარო საქმე. ეს საქმე, ეს ჩემი ბიზნესია. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე ერთჯერ ნებისმიერ დროს პარლამენტში ვერ დავждდებოდი? ან კიდე ზევით. მაგრამ არასდროს არ მინდოდა და არასდროს არ წავედი. რატომ? ჩემი საქმე არის ბიზნესი. და მე მთელი ჩემი ცხოვრება შენი ტოლი რო ვიყავი, მაშინ პირველი ჟიგული გავყიდე და იმის შემდეგ მანქანა ვყიდი, ხო ხედავ? სხვას არ გადაუხვიე. ამიტომ მე მიყვარს ჩემი პროფესია. აი რომ მიყვარს, ამიტომ გამომდის ყველაფერი. აი შეხედეთ. თავისი დამტენები, აი მე არ ვიცი, ესეთი დახვეწილი, ესეთი აი შეხედეთ როგორ არის. სოფლიოში ნომერ პირველი დიზაინერების გაკეთებულია. მე არ ვიცი საიტზე შედით და ნახეთ, რომ
ყველა დიზაინერები, სოფლიოში ნომერ პირველი დიზაინერები უკვე წავიდნენ ჩინეთში და იქ მუშაობენ. მობრძანდით, დრო არ გვინდა რომ გაგვიქცეს. ლუკა, პირველი ხელფასით რა იყიდე? თქვი არ შეგცხვეს, აი პირველი ხელფასით რა იყიდე? პირველი ხელფასით შეყვარებულს რა მიუყიდე? ამ ყვავილი ან რამე? არ ყავს შეყვარებული? ახლა იმდენი შეყვარებული გეყოლება შენ? შენ იმდენი შეყვარებული გეყოლება, რომ ყველა სკოლიდან შენ ტელეფონის ნომერს ეძებდეს იქნება გოგოები. დათო, შენს პატარა ბიჭი იყავი რომ მოხვედი, ხო? და ხო ხედავ დღეს უკვე ამოდენა საქმეს ხელმძღვანელო, ხო? აი ესე არიან ეს ბიჭებიც. როგორ არის იცი? მოსათმენი არაფერი არ არის. რა არის მოსათმენი? თუ შენ გიყვარს ეს საქმე, მაშინ რეალურად უნდა იმუშაო და გიყვარდეს და აი ეს მანქანა რაც არის, უნდა აუხსნა მოსახლეობას, უნდა იცოდე ეს ავტომობილი. თუ შენ არიცი ავტომობილი როგორ უნდა გააგებიო სხვას, ხო? დღეში მოდის 100 ადამიანი, ხო? დღეში ჩვენ მაინც საქართველოს ტერიტორიაზე 3 ავტომობილს ხო ვყიდით. აი უყურეთ, ვინმე შენთან მოვიდა ისეთი რომ აი გაფუშტეს და ჩვენ ვერ გავაკეთეთ. რა თქმა უნდა, სერვისი არის ყველაზე მთავარი და მსგავსი სიტუაცია მათემოტორს არ ქონია. თუ ფუჭდება ავტომობილი, აუცილებლად კეთდება მათემოტორში. მე ვინც მიცნობს საქართველოს მოსახლეობას მინდა უთხრა, იმდენად კარგი ფასია, ხო? ამაზე უკეთესი ფასი და ავტომობილი დღეს მე არ ვიცი, ახლა და თუ ვინმე იტყვის და რომ მე გელაბარკალაიაზე მეტი მესმის ავტომობილი, აი აქ დაждდეს, აი აგერ იქ თუ არ უნდა დაждდება, აი აგერ ლუკა დაუთმობს სკამს და ნებისმიერ ავტომობილზე უპასუხებ ნებისმიერ ადამიანს, რომ ეს მაინც დღევანდელი დღეა. მე ვამბობდი 2 წლის უკან, რომ დღეს არ არის ამის დღე. დღეს უკვე დადგა ამის დრო, ლუკა. რატომ? იმიტომ რომ ამის დამტენები აგერ არის. სახში შენს გემოზე დატენე, წადი შეყვარებული ჩაისვი, ბათუმში ზღვაზე 3 დღე იბანავე და წამოდი აქ და ჩამოხვალ ზესტაფონამდე. ზესტაფონში კიდე დატენე 40 წუთში და მოხვალ თბილისში და ძალიან მალე უკვე იქნება 10 და უფრო ნაკლებ წუთიანი დამტენების. ამაზე მუშაობენ კი არა, ეს უკვე არის. არის რაღაცა გამოიგონეს, რომ ესე რაღაცა უცებ იტენება წამებში, მაგრამ ჯერ ჩვენ საქართველოში ეს არ გვაქვს, მაგრამ მომავალში გვექნება. გიო, აი ეს ავტომობილები ერთი ესე დაათვალიერებიე მოსახლეობას, ჩვენ გვაქვს 72 თუ 14 ავტომობილი გუშინ ჩამოვიყვანეთ. 74 და 2 გაიყიდა გუშინ. 74-დან ერთი 60% უკვე გაყიდულია, ხო? დიახ, გაყიდული. აი უყურე როგორ არის. ძალიან კარგი გაყიდვები გვაქვს. რატომ? იმიტომ რომ თქვენაირი ახალგაზრდები როცა მოხმარებელს დახვდება და სწორად მიაწოდებს ინფორმაციას, გიო, ამაზე უკეთესი არაფერი არ არის. ლუკა, შენ უნდა მოემზადო ავტოქარხნის გენერალური დირექტორი უნდა გახდე. მე ბიჭებო, ლუკა, შენს დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, რომ ჩვენთან ძმაკაცობ, ჩვენთან ხარ, ამ პრაქტიკას იზენ და ბიჭებო, თქვენ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. უყურეთ, თანამშრომელი პირდაპირ გეტყვით, აი პირდაპირ ვამბობ, რომ ხელმძღვანელი რა არის, ხელმძღვანელზეა ყველაფერი დამოკიდებული, ხო? დაუბანელი, დაუარცხნელი, ახალგაზრდა კომპანიაში არ უნდა შემოუშვა. თუ არა და ხელი უნდა შეუწყო, დაიბანოს, დაივარცხნოს, ჩაიცვალოს წესიერად და მოწესრიგებული უნდა მოვიდეს. შენ თუ არ ახარ მოწესრიგებული, ავტომობილს ყიდი აგერ $100,000-იან, $10,000-იან ავტომობილს ყიდი და არ ახარ მოწესრიგებული. ეს არ შეიძლება. პირველ რიგში ადამიანს უნდა დახვდე მოწესრიგებული, რომ მას უხაროდეს შენთან საუბარი. მოდი, დიდი მადლობა მინდა ყველა იმ ადამიანს გადაუხადო, ვინც შეიძინა ელექტრო თუ საწვავზე მომუშავე ავტომობილები ჩვენ ცენტრში და რომელიც მომავალშიც შეიძენს. აბა გისურვებთ წარმატებას. ლუკა, ხელი დაუხმიეთ, თორე გოგოები არ დაგირეკავენ. ყველაფერს შანსი უნდა, ხო? აბა, კარგად. ლუკა, მიესალმე გოგოებს.